გამარჯობა, ეს დიდი ვეზირის მორიგი ეპიზოდია, მე შოთა თხელიძე ვარ. დღეს მინდა გესაუბროთ იმ მოვლენებზე, რომლის შესახებაც იშვიათად შეხვდებით საინფორმაციო ველში და რომელსაც შეიძლება უწოდოთ პატარა ომი დიდ ომში, ანუ ერთ-ერთი ნაწილი იმ დიდი დაპირისპირებისა, რომელიც დღეს მიმდინარეობს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ერთის მხრივ ირანსა და მეორეს მხრივ ისრაელის შეერთებულ შტატებს შორის და აი ამ ნაწილს ამ პატარა ომს დავარქვათ ესე იწოდება ლიბანში ჰეზბოლასა და ისრაელის დაპირისპირება და მინდა გამიხილო ეს დეტალურად, რომელიც შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს თქვენთვის. თუმცა მივყვეთ ქრონოლოგიურად, როგორ თქვა დაიწყო ეს დაპირისპირების ეს ეპიზოდი ისრაელსა და ორგანიზაცია ჰეზბოლას შორის. გახსოვთ ალბათ 7 ოქტომბრის მოვლენების შემდგომ ჰამას მხარდაჭერა გამოუცხადა ორგანიზაცია ჰეზბოლამ, შიიტური წინააღმდეგობის ორგანიზაციამ სამხრეთ ლიბანში და ის ჩაერთო ისრაელთან დაპირისპირებაში 23 წლის ოქტომბრიდანვე, თუმცა მისი ჩართულობა ისეთივე ინტენსიური არ იყო როგორც შემდგომ პერიოდში. რამდენიმე ერთეული ან ათეული დრონით თავდასხმით თუ შემოიფარგლებოდა ის ჩრდილოეთ ისრაელის ტერიტორიაზე. თუმცა დაპირისპირება ისრაელსა და ჰეზბოლას შორის გამწვავდა უკვე 2024 წლის გაზაფხულიდან, ადრეული ზაფხულის პერიოდიდან, როდესაც ეს ინტენსივობა გაიზარდა და ისრაელმა დაიწყო მისი ესე ვთქვათ აპრობირებული ტაქტიკა მოწინააღმდეგეების მიმართ, რომელსაც ეწოდება ეგრეთ წოდებული ლიდერშიპის, ანუ ხელმძღვანელობის განადგურება. ეს იყო აგვისტოს პერიოდში, როდესაც ერთ-ერთი სამხედრო ლიდერი მოკლეს, წამყვანი სამხედრო ლიდერი ჰეზბოლასი ფუად შუქრი და შემდგომ იყო უკვე სექტემბრის 27-ში, როდესაც მათ ლიკვიდაცია მოახდინეს ჰეზბოლას, შეიძლება ეს ვთქვათ, ლეგენდარული ლიდერის ჰასან ნასრალას, რომელიც 1992 წლიდან იყო ჰეზბოლას ლიდერი და არა მარტო ჰეზბოლას ლიდერი, ის მოიაზრებოდა ერთ-ერთ წამყვან პერსონად შიიტური წინააღმდეგობის ძალებში და თვითონ აიათოლა ხამენეიც საკუთარ ძმად მიიჩნევდა მას და აი ეს თქვა შეიძლება მოვიაზროთ იმ ტრიადაში შედიოდა, რომელიც შეიძლება ჩამოყალიბდეს ალი ხამენეით, ყასიმ სულეიმანით და ჰასან ნასრალათი. ეს იყო საკმაოდ დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა ორგანიზაცია ჰეზბოლაზე. თუ მან ხო ესეც არ დაგვაუწყდეს, რომ სანამ ჰასან ნასრალას მოკლავდნენ, სულ რამდენიმე კვირით ადრე აი ეს ცნობილი პეიჯერების ოპერაცია განახორციელა ისრაელმა ჰეზბოლას წინააღმდეგ, რომელსაც რამდენიმე ასეული ადამიანი ემსხვერპლა და 3000-მდე დაზიანდა სხვადასხვა ორგანოები დაუზიანდათ ჰეზბოლას როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის წევრებს. არ დაგვაუწყდეს ისიც, რომ ჰეზბოლა არ არის მხოლოდ გასამხედროებული დაჯგუფება, ის არის პოლიტიკური პარტია ლიბანში, შიიტების წარმომადგენელი, რომელიც წარმოდგენილია ლიბანის პარლამენტში. ხშირად ის არის პირველი პარტია ხოლმე და კოალიციაში ამალის მოძრაობასთან ერთად, რომელიც ასევე შიიტური პოლიტიკური პარტია, ხშირად არის, რომ ის უმრავლესობას ფლობს ხოლმე ლიბანის პარლამენტში. ძირითადად აი პოლიტიკურ ორგანიზაციის წევრებს მიადგათ ეს ზიანი, იქნებოდა ეს თავისი ასე ვთქვათ სოციალური, ეკონომიკური, რაღაც ფინანსური ქსელი აქვს ჰეზბოლას ლიბანში სახელმწიფოში, მინი რაღაცა სახელმწიფო სტრუქტურები აქვს თვითონ სახელმწიფოში ლიბანს, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ. და ეს დაპირისპირების, მაშინდელი დაპირისპირების ეპიზოდი ისრაელსა და ჰეზბოლას შორის დასრულდა 2024 წლის 28 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, რომლის მიხედვითაც მხარეებმა აიღეს ასე ვთქვათ ვალდებულება, რომ ერთმანეთს თავს არ დაესხმოდნენ, მოხდებოდა ისრაელის მოთხოვნით მდინარე ლიტანის სამხრეთით, რაც ტერიტორიებია, იქიდან ჰეზბოლას სამხედრო ინფრასტრუქტურის გატანა, ანუ მდინარე ლიტანიდან სამხრეთით ლიბანის დემილიტარიზაცია და საპირისპიროდ ისრაელი იმ სასაზღვრო სოფლების და პატარა დაბების დეოკუპაციას მოახდენდა, რომლის დეოკუპაციაც მან მოახდინა აი 2024 წლის დაპირისპირებისას. 2024 წლის 28 ნოემბრიდან საკუთარი ვალდებულებები ჰეზბოლამ პირწმინდად შეასრულა, მან აი ეს ლიტანის სამხრეთიდან გაიტანა მისი შეიარაღება, აღარც თავდასხმები განახორციელებია მთელი 2025 წლისა და 2026 წლის განმავლობაში, თუმცა ისრაელის მხარეს არ, ასე ვთქვათ, საკუთარი ვალდებულებები არ შეუსრულებია და მან რამდენიმე, ასე ვთქვათ, აი ეს მონაცემები არსებობს, მან განაგრძო თავდასხმები
ლიბანზე, როგორც მდინარე ლიტანის სამხრეთით, ასევე ბეირუთზე და მთლიანად 2024 წლის განმავლობაში ჯამურად 10,000-მდე ფაქტი დაფიქსირდა ისრაელის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის. აქედან 7,500 იყო ლიბანის სამხრეთის საჰაერო სივრცის დარღვევა და 2,500 იყო სახმელეთო სივრცის დარღვევა და აი ამ 2024 წლის 25 წლის ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში 156 ადამიანი დაზიანდა სამხრეთ ლიბანში, ხოლო 13 ბავშვი გარდაიცვალა. ასევე ისიც უნდა ვახსენოთ, რომ აი ამ პერიოდში ბეირუთის სამხრეთის დაბომბვაც დაბალი ინტენსივობით გრძელდებოდა, ასე ვთქვათ, ჰეზბოლას ინფრასტრუქტურაზე აგრძელებდა ისრაელი პერიოდულ თავდასხმებს და, ასე ვთქვათ, ლიკვიდაციის ოპერაციებს. 2024 წელს ისრაელთან დაპირისპირებამ ჰეზბოლაზე შექმნა ის წარმოდგენა, რომ ჰეზბოლა როგორც ორგანიზაცია ფუნქციურად დასუსტდა, რადგან მას გაუნადგურეს როგორც პოლიტიკური ლიდერშიპი, ასევე სამხედრო გენერალიტეტი და ასევე მთლიანად ეს ბიუროკრატიული სისტემა აი ამ პეიჯერების ოპერაციით და ასეთი წარმოდგენა შეიქმნა, რომ შესაძლებელი იყო ჰეზბოლას სრული დემილიტარიზაცია და მისი ლიბანური პოლიტიკიდან საერთოდ გაქრობა, როგორც სამხედრო კუთხით, ასევე პოლიტიკური კუთხით და აქედან 2024 წლის უკვე აი ბოლოდან 2005 წლის დასაწყისიდან იწყება პოლიტიკური პროცესი ლიბანში, როდესაც შეერთებული შტატები ლიბანში აგზავნის ამერიკის ელჩს თურქეთში ტომ ბარაკს, რომელიც შემდგომ მან შეითავსა წარმომადგენლობა სირიასა და ლიბანში და მას დაევალა აი ჰეზბოლას სრული დემილიტარიზება და მისი, როგორც ვახსენე, პოლიტიკურ სამხედრო სივრციდან, როგორც ფაქტორი ლიბანში მისი გაქრობა და ის მთელი 2025 წლის განმავლობაში აიძულებდა ლიბანის ხელისუფლებას, კონკრეტულად პრემიერ-მინისტრს, რომ ლიბანურ არმიას მოეხდინა ჰეზბოლას სამხედრო თვალსაზრისით განეიტრალება. იყო ესე თქვათ საკმაოდ დიდი ზეწოლები, ამისი მზაობა გამოთქვა კიდევაც ლიბანის აღმასრულებელმა შტომ, თუმცა პრაქტიკაში ის ვერ განხორციელდა, ვერ მოხდა ჰეზბოლას სრული დემილიტარიზება. ისიც უნდა აღვნიშნოთ, თუ რატომ ვერ მოხდა ამას მოგვიანებით შევეხები, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ტომ ბარაკი გამოირჩეოდა საკმაოდ უხეში რიტორიკით, ნაწილობრივ დავცინავი რიტორიკით და რაღაცა მისი ქმედება წააგავდა რაღაცა კოლონიურ მმართველის მიმართებებს, მსოფლმხედველობებს და გარკვეულწილად ხშირად გადაიზრდებოდა ხოლმე ის შეურაცხყოფაში, როგორც ლიბანელი ხალხის, ასევე როგორც ლიბანური სახელმწიფოს. მან ასე ვთქვათ, ლიბანს უწოდა არსემდგარი სახელმწიფო, ასევე ახლო აღმოსავლეთს უწოდა გვარონული ოჯახების ერთობა და არა როგორც სახელმწიფო წარმონაქმნების კონფიგურაცია, ასევე მან რაღაც ლიბანელი ჟურნალისტები ნახევრად მოიხსენია როგორც ცხოველური ქმედების განმახორციელებლები, როდესაც რაღაც პრესკონფერენციაზე ხმაური ატყდებოდა. ამის ვიდეოები არსებობს, შეგვიძლია ეს ჩვენ ერთად ვნახოთ. Lebanon is a failed state. There's no central bank. The banking system is bust. Riyad Salameh, the head of the central bank, has been indicted all across Europe. There's $60 billion missing from the Lebanese banking system. There's another $75 billion if you take $50 billion of euro bonds plus interest. So you have $130 billion of state debt. They refuse to do a gap assessment. They refuse to deal with the World Bank. They refuse to deal with the IMF. The Electricité du Liban, like the Banque du Liban, is bust, is broke. There's no electricity. You have electricity, you need a private generator. You want water, you need private water. You want education, you need private water. So what's the state? State is Hezbollah. You go south, Hezbollah gives you water, it gives you an education, gives you a stipend, has 40,000 soldiers. LAF, Lebanese Armed Forces, has 60,000 soldiers. The only problem is the Hezbollah soldiers make $2,200 a month. The LAF soldiers make $275 a month. The Hezbollah soldiers have 15,000, 20,000 rockets and missiles. The LAF soldiers are driving old Jeeps, some AK-47s. So which army is which? What's happening? The Middle East, there is no Middle East. You know that. There's tribes, there's villages. The nation state was created by the British and the French in 1916. The Sykes-Picot said, okay, we're going to take what was the Ottoman Empire
and we're going to draw straight lines around it, and we're going to call these nation states. But the Middle East doesn't work that way. It starts with an individual, then family, then village, then tribe, then community, then religion. Lastly, it's what this nation is. So when I say it's an illusion, to think that somehow we're going to get 27 different nations that have 110 different ethnic groups to align with political concepts, what will they align with? Make my life and my children's life better. Okay, wait. We're going to have a different set of rules, right? Please be quiet for a moment. And I want to tell you something. The moment that this starts becoming chaotic, like animalistic, we're gone. So you want to know what's happening? Act civilized, act kind, act tolerant, because this is the problem with what's happening in the region. ამ ერთწლიანი დიპლომატიური წნეხის მიუხედავად ტომბარაკმა ვერ მოახერხა მისი შესრულება, ჰეზბოლას განეიტრალება და წლის ბოლოს ის ვთქვათ, გაბრაზებული დატოვა ლიბანი და დაიბარა ესეთი განცხადება გააკეთა, რომ ჰეზბოლას არსებობის შემთხვევაში ისრაელისთვის აღარ იქნება შემაკავებელი, რომ ის მომავალში თავს დაესხას ლიბანის სამხრეთს და განახორციელოს, ვთქვათ, საომავლო სამხედრო ოპერაციები. ეხლა ვთქვათ, თუ რატომ ვერ მოხერხდა ეს ჰეზბოლას განეიტრალება, როგორც პოლიტიკური ჯგუფის, ასევე სამხედრო ნაწილის მისი ჩვენ დავიწყოთ თვითონ ლიბანის პოლიტიკური სისტემით. ლიბანი არის იშვიათი სახელმწიფო, რომელიც არის კონფესიონალისტური სახელმწიფო. მისი პოლიტიკური სისტემა მოწყობილია ქვეყანაში არსებული რელიგიური დენომინაციების მიხედვით. 1990 წელს დაიდო ტაიფის შეთანხმება, რომელმაც დაასრულა ლიბანის 15-წლიანი სამოქალაქო ომი, რომელიც საკმაოდ დიდი თემაა და მას მე არ შევეხები ახლა. ამ ტაიფის შეთანხმებით ქვეყანაში არსებულმა რელიგიურმა დენომინაციებმა მიიღეს თანაბარი პოლიტიკური ინსტრუმენტები, პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ძალაუფლება და პოლიტიკური სისტემა დანაწილდა მათი, ასე ვთქვათ, მიხედვით. 1/3 მოსახლეობის არის შიიტი ლიბანში, 1/3 დაახლოებით არის სუნიტი, 1/3 ქრისტიანი მარონიტი და ამ სისტემის მიხედვით პრეზიდენტი ყოველთვის იქნება ქრისტიანი მარონიტი ლიბანში, პრემიერ-მინისტრი ყოველთვის იქნება სუნიტი მუსლიმი და პარლამენტის სპიკერი, თავმჯდომარე ყოველთვის იქნება შიიტი მუსლიმი. ოღონდ ის უნდა ვთქვათ, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაა ლიბანი. ეს მოცემულობა საომავლოდ გამოიწვია ის, რომ მართლობითი სისტემა ლიბანში არის პარალიზებული, ანუ გადაწყვეტილების მიღების პროცესი არის პარალიზებული, გამომდინარე იქიდან, რომ არც ერთი ეს რელიგიური დენომინაცია საკუთარ ინტერესებს სხვის სანაცვლოდ არ თმობს, ანუ ყველას სურს, რომ რაღაც საკუთარი დღის წესრიგი დააყენოს, ამიტომ ვერ ხდება კომპრომისი და კონსენსუსური მართვის პრინციპის დანერგვა ლიბანში. ყველაზე ეფექტური მართლობის თვალსაზრისით ეს არის ზუსტად ეს შიიტური ნაწილი ლიბანში, გამომდინარე იქიდან, რომ მათ წარმოადგენს ორგანიზაცია ჰეზბოლა და მის ეს სამხედრო ნაწილი, მათ როგორც ვახსენე აქვთ საკუთარი სოციალური მომსახურების, ჯანდაცვის მომსახურების ინსტიტუტები, ხოლო დანარჩენი სუნიტური ქრისტიანული ნაწილი ლიბანის არის პრაქტიკულად პარალიზებული და თვითონ ქალაქ ბეირუთშიც სახელმწიფო ადმინისტრაციულ მართლობასაც ვერ ახორციელებს, აი სოციალურ პროგრამებს იქნება ეს იქნება რაღაცა საქალაქო მომსახურებები, ესეც პარალიზებულია, ის იქნება ნარჩენების გატანა, ელექტრომომარაგება და ასე შემდეგ. ასევე ლიბანი გარდა იმისა, რომ ეს რელიგიური სექტარიანული დაყოფა არის და ეს ამ პოლიტიკურად არის დაყოფილი საზოგადოება, ასევე არსებობს ორი ძირითადი აზროვნების სკოლა ლიბანში, თუ როგორ უნდა გააგრძელოს ლიბანის სახელმწიფომ არსებობა. პირველი სკოლა ამბობს იმას, რომ ლიბანს არ შეუძლია ისრაელთან წინააღმდეგობაში შესვლა, რომ ის იქნება მუდმივად ისრაელისგან თავდასხმის საფრთხის ქვეშ, ან აი ამ საომარ სიტუაციაში და ეს ვერ შექმნის იმ გარემოს, რომ შემდგომ ლიბანმა მოახდინოს ეკონომიკური განვითარება, ამიტომ ლიბანმა უნდა დაიწყოს რაღაც ურთიერთობების დარეგულირება ისრაელთან
და გარკვეულწილად გაუწიოს ანგარიში ისრაელის ინტერესებს. აი ამ მსოფლმხედველობას იზიარებს ძირითადად ლიბანის სუნიტი მუსლიმების ნაწილი, არ ვამბობ რომ სრულად, უბრალოდ სუნიტების უმრავლესობა და ქრისტიანების მცირე ნაწილი. აი ამ მსოფლმხედველობას მფარველობს ლიბანში საუდის არაბეთის, სპარსეთის ყურის ქვეყნები და ძირითადად შეერთებული შტატები და დასავლეთი, რომელიც ასე ვთქვათ, დავარქოთ ამას უხეშად ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ უბიძგებს პოლიტიკურ ელიტებს და აი ამ მსოფლმხედველობის პოლიტიკური გამომხატველი არის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, გამომდინარე იქიდან, რომ ის ყოველთვის სუნიტია. და მეორე სკოლა არის ეგრეთ წოდებული, ეს არის დავარქოთ ამას სანახევროდ დეფიტისტური სკოლა, რომ ის აღიარებს, რომ ლიბანი არის დამარცხებული სახელმწიფო და ის მან უნდა დათმოს. ხოლო მეორე სკოლა ეს არის რეზისტენტული სკოლა, რომელიც ამბობს, რომ წინააღმდეგობას აქვს ყოველთვის აზრი, რომ ისრაელთან ვერანაირი ნორმალიზება ვერ მოხდება ურთიერთობების, გამომდინარე იქიდან, რომ ყოველთვის ასე ვთქვათ, ისრაელი ახდენდა სამხედრო ინტერვენციას, პოლიტიკურ ინტერვენციას 82 წლის ომის დროს ისრაელის დაპირისპირებაში მან მოახდინა ბეირუთის სანახევრო ოკუპაციაც, რომ მაგალითად ისრაელის საგარეო პოლიტიკაში არსებობს დიდი ისრაელის პროექტი და რომ მდინარე ლიტანამდე, ანუ მთლიანად ლიბანის სამხრეთი არის ისრაელის ინტერესების ქვეშ და მის ანექსიას აპირებს. ამიტომ წინააღმდეგობა არის გარდაუვალი და აი ამ რეზისტენტულ მსოფლმხედველობას მოაქვს ის ისტორიული პრაქტიკა, რომელიც გამოიარა ამ შემთხვევაში შიიტულმა ნაწილმა მოსახლეობის და კონკრეტულად ჰეზბოლამ, რომლის წინააღმდეგობამაც აიძულა ისრაელი, რომ 1982 წლიდან 2000 წელს მან დატოვა ლიბანის სამხრეთი, ანუ მოახდინა დეოკუპაცია და ასევე მოყავს 2006 წლის ომი, რამდენიმე კვირიანი ომი ჰეზბოლასა და ლიბანს შორის, როდესაც ასევე ჰეზბოლამ მოახდინა წარმატებით ისრაელის შეკავება და საკუთარ მიზნებს არ მიაღწევინა და მაშინ საკმაოდ პოპულარული გახდა როგორც ჰეზბოლა და ასევე მისი ლიდერი ჰასან ნასრალა. ამიტომ რაღაც საკუთარი ისტორიული პრაქტიკა მოყავს აი ამ მსოფლმხედველობას. ბუნებრივია როგორც ახსენე, აი ამ აზროვნების ამ სკოლას მხარს უჭერს შიიტების აბსოლუტური უმრავლესობა, ქრისტიანების საკმაოდ დიდი ნაწილი, მარონიტების და მცირე ნაწილი, ასე ვთქვათ, სუნიტების. და რაც თავარია ამ მსოფლმხედველობის რეგიონული მხარდამჭერი არის ამ შემთხვევაში ირანი, რომელთაც ასე ვთქვათ ეს ჰეზბოლა პატარა ძმად ყავთ მოაზრებული და ისიც უნდა ვახსენოთ, რომ ეს ლიბანის კრიტიკული მდგომარეობა გამოწვეულია იმით, რომ ლიბანი და მის სამხრეთი და კონკრეტულად შიიტები დასახლებული ტერიტორია და მათი გამომხატველი ჰეზბოლა არის ერთადერთი ჯგუფი, რომელიც პირდაპირ ერთადერთი ჯგუფი შიიტური წინააღმდეგობის რკალი და რომელიც პირდაპირ შემხებულობაშია ისრაელთან, პირდაპირ ესაზღვრება მას. რაც შეეხება როგორ ვითარდება მოვლენები დღეს, როგორც კი დაიწყო კონფლიქტი ირანსა და ისრაელს შორის 28 თებერვალს, მაშინვე დაიწყო მეორე დღე იყო თუ ან მესამე დღე, როდესაც ლიბანიც ჩაერთო ამ კონფლიქტში, მან თავის მხრიდან ბრწყალებში დაარღვია 2024 წლის 28 ნოემბრის ცეცხლშეწყვეტის შეთანხმება და მან დაიწყო თავდასხმები ისრაელზე და შეიძლება ვთქვათ, რომ სრულფასოვნად განახლდა ჰეზბოლასა და ისრაელის შორის დაპირისპირება, რომელსაც საკმაოდ ისეთი დრამატული შედეგები მოყვა, რამდენიმე ასე ვთქვათ, მონაცემებს გაჩვენებ, მონაცემს ან რუკას. მაგალითად, აი ამ ფოტოზე თქვენ ხედავთ, რომ ყოველდღიურად იზრდება, მაგალითად ჰეზბოლას მხრიდან სარაკეტო, დრონებით თავდასხმები, ან პირდაპირ დაპირისპირებები. ასევე ამ კონფლიქტის შედეგად, აქ არის საკმაოდ ისეთი კარგი დიაგრამა, აი 2024 წლის ომის შედეგად რამდენი ასე ვთქვათ, შიდა მიგრანტი გაჩნდა ლიბანში. ეს დაახლოებით 2024 წლის ნოემბრისთვის ეს იყო დაახლოებით 900,000 ლიბანელი, ძირითადად ეს სამხრეთის რეგიონებიდან ჩრდილოეთში გადასული ლიბანელები, შემდეგ მათი ნაწილის დაბრუნება მოხდა, თუმცა აი ბოლოში აჩვენებს 2026 წლის მარტიდან, როდესაც ისრაელმა ასე ვთქვათ, გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ სრულად უნდა მომხდარიყო აი ლიტანის სამხრეთიდან სრული დეპოპულაცია, ანუ მოსახლეობის გასვლა, რამაც გამოიწვია ის, რომ
მილიონამდე ადამიანი, რომელიც დაახლოებით არის ლიბანის მოსახლეობის 18%, მილიონზე მეტი ადამიანი, საკ ჩანს, 1,50,000 ადამიანის შიდა მიგრაცია მოხდა, რომელიც ძირითადად დაიძრა ჩრდილოეთით ლიბანის. ასევე აქ ჩანს გარდაცვლილების რაოდენობაც, რომელიც დაახლოებით 1100 ადამიანს აღემატება. ასევე ისიც უნდა ვახსენოთ, რომ ამ კონფლიქტის მსვლელობისას ისრაელმა მოითხოვა არა მხოლოდ მდინარე ლიტანის სამხრეთიდან პოპულაცია, არამედ უკვე მისი ჩრდილოეთით ასეთი პარალელური მდინარეა ზაჰრანი, აი ამ რეგიონის, ანუ ლიტანიდან ზაჰრანამდე ამ რეგიონის სრული დეპოპულაციაც, ანუ ეს არის რაღაცა საომარი ზონა მთლიანად ეს ლიბანის სამხრეთი ნაწილი. ასევე აი ამ რუკაზე ჩანს კონკრეტულად ეს სოფლები და მცირე დაბები, რომელიც არის მთლიანად მოსახლეობისგან დაცლილი. დაპირისპირების ძირითადი, ასე ვთქვათ, არეალი არის ლიბან-ისრაელის საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილი, მაგალითად სოფელი ხიამი, რომელიც აი ჩრდილო-აღმოსავლეთით ჩანს, არის ესე ვთქვათ თავარი თავდასხმის და თუ სწორად მახსოვს, უკვე ოკუპაციის ქვეშ ისრაელის მხრიდან, მაგრამ ჰეზბოლას მხრიდან მაგალითად ქალაქი კირიათ შმონა, აი ეს უკიდურესი ჩრდილოეთით, რომელიც რამდენიმე 10,000-იანი მოსახლეობა იყო ომამდე, ეს არის ძირითადად თავდასხმის ქვეშ ეს ქალაქი და ასევე ამ ქალაქის დეპოპულაცია ხდება და მოსახლეობის მე მგონი 3/4-მა დატოვა ეს ქალაქი და ამ ქალაქის მერი საკმაოდ კრიტიკულად გამოირჩევა ნეთანიაჰუს მიმართ, რომ ყურადღებას არ აქცევს ქალაქის უსაფრთხოებას და ასევე ჰეზბოლას თავდასხმის ქვეშ არის უკვე ისრაელის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, საზღვრის პირას, ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე მდებარე პატარა ესეთი დაბა ნაჰარია. ასევე ამ კონფლიქტში მოულოდნელობა აღმოჩნდა ის, რომ წინააღმდეგობა, რომელსაც დღეს ჰეზბოლა უწევს ისრაელს, აღმოჩნდა საკმაოდ მოულოდნელი, გამომდინარე იქიდან, რაც მე ვახსენე, რომ 2025 წელს შეიქმნა ეს წარმოდგენა, რომ ჰეზბოლას აღარ შეეძლო რაღაც ხარისხობრივი, თვისებრივი წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა აი ამ ერთთვიანი კონფლიქტის დროს ისრაელმა დაკარგა თითქმის 100-ზე მეტი მერკავას ტანკი, იყო დღე, როდესაც ერთ დღეში 21 თუ 22 მერკავა ტანკი ააფეთქა ჰეზბოლამ და ასევე ყოველდღიურად დაჭრილების და გარდაცვლილების რაოდენობა ისრაელის მხრიდან იზრდება, რაც არის საკმაოდ ესეთი კრიტიკული მოცემულობა ისრაელისთვის. ასევე უნდა აღინიშნოს ის, რომ ჰეზბოლამ პირველად გამოიყენა დრონები ტანკების საწინააღმდეგოდ და ესე ვთქვათ დრონებმა ჩაანაცვლა ამ შემთხვევაში არტილერია. ჩაანაცვლა არა, არტილერიაც ბუნებრივია გამოიყენება, თუმცა უკვე საჰაერო დარტყმებით ხდება აი ამ მერკავას ტანკების განადგურება, რომელმაც ასე ვთქვათ დამატებით კრიტიკული გამოწვევა შექმნა ისრაელისთვის. ამ რუკაზე ჩანს კონკრეტულად ის ადგილები თუ რა ტერიტორია იბომბება ისრაელის მხრიდან ლიბანის სამხრეთი, ასევე იბომბება როგორც ჩანს ბეირუთის სამხრეთ უბნები, დაჰიას უბნები, სადაც ძირითადად ცხოვრობენ ასევე შიიტები და ასევე ლიბანის აღმოსავლეთ ნაწილი, ბექას ველი, ასევე აქაც ცხოვრობენ შიიტების ნაწილი და ჰეზბოლას დაჯგუფება აქ ოპერირებს. ასევე შეგვიძლია ვნახოთ ინტერაქტიული რუკა აი ამ ბოლო პერიოდის კონფლიქტის, სადაც ჩანს მაგალითად სად ესვრის ამ შემთხვევაში ისრაელში ჰეზბოლა და ასევე ირანიც, აი აქ წითლად არის მონიშნული ირანისგან ნასროლი რაკეტები და ყვითლად არის მონიშნული აი ჩრდილოეთში თუ სად ახორციელებს თავდასხმებს ჰეზბოლა. ან ეს წერტილები, რომელსაც თქვენ ხედავთ ციფრად და ყვითლად, ეს არის კონკრეტულად რაკეტების რაოდენობა, ეს არის უსაფრთხოების სიგნალი სად ჩაითო, რომელ დასახლებებში იმის, ასე ვთქვათ, მანიშნებლებია ეს ფერები.
გამომდინარე იქიდან რომ ჰეზბოლამ წინააღმდეგობა აჩვენა და გარკვეულწილად ის მიზნები რაც დასახული ჰქონდა ისრაელს დამალულს ამის თქმა რომ მისი თმიანად გაცხადებული მიზანია პრაქტიკულად რომ აი თუ კი ეს დეპოპულაციის შემდგომ იტანის სამხრეთით ამ ტერიტორიის ანექსია მოახდინოს გამომდინარე იქიდან რომ ეს მისია იოლად ვერ მიიღწევა და არსებობს წინააღმდეგობა ისრაელმა გადაწყვიტა რომ ამ კონფლიქტში ჩართოს აიძულოს სირიის ახალი ხელისუფლება და მისი ბანდფორმირებები, მოდი ესე ვთქვათ, და შეერთებული შტატების გავლით, მაგალითად, მოუწოდებს შეერთებული შტატები დამასკოს, რომ ასე ვთქვათ, წნეხი განახორციელოს ჰეზბოლაზე და აი ამ მიმდინარე ერთთვიანი კონფლიქტის დროს პირველად დაფიქსირდა ის მოვლენა, როდესაც ჰეზბოლაზე სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა სირიის ტერიტორიიდან მისი აღმოსავლეთ ნაწილიდან, რაც აჩვენებს იმას, რომ ვთქვათ, სირიის დღევანდელი ხელისუფლება უბრალოდ უძლურია, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ისრაელს როგორც პოლიტიკურ, ასევე სამხედრო ნებას და მან, ვთქვათ, ნება დართო იმისა, რომ აი ამ კონფლიქტში ისრაელმა თავდასხმები განახორციელოს სირიის ტერიტორიიდან, თავად, ვთქვათ, ალ-ჯოლანის ბანდფორმირებებს მეტწილად არ აქვს რესურსი, რომ ჰეზბოლას წინააღმდეგობა გაუწიოს და ეს საკმაოდ ყიფე მდგომარეობაში ჩააგდებს თვითონ ჯულანის, იმიტომ რომ მის მხარდამჭერებს გონიათ, რომ მისი ხელისუფლება არის ისრაელის წინააღმდეგ მიმართული და როდესაც ასე ვთქვათ, შენ ისრაელის მხარეს ჩაირთვება ჯულანი, ეს დამატებით კრიტიკულ გამოწვევებს შექმნის, გამომდინარე იქიდან, რომ მის მიმართ უკვე არსებობს გარკვეული კრიტიკა სირიაში, კონკრეტულად აი ამ ბანდფორმირებების ლიდერებში, რომ მათ მიიღეს ის სირია, რომელსაც ისინი არ ელოდნენ, მათ ასე ვთქვი იდეოლოგიური, ჯიჰადისტური, სუნიტური ჯიჰადის მიხედვით, თავარი მტერი არის ისრაელი, სიონიზმი და მათი წინააღმდეგობა მას უნდა მიემართებოდეს, თუმცა ვთქვათ პოლიტიკური რეალიები სულ სხვა რამეს მიანიშნებს. დღეისათვის სულ ეს იყო, შეგახსენებთ რომ მოიწონეთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი, ეს დიდი ვეზირია, მე შოთა თხელიძე ვარ, დროებით.